დაფიქრებულ ხარ იმაზე, რომ ყველა სიტუაცია, რომელიც გემართება ცხოვრებაში, ეს ყველა სიტუაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღწერ მას. მაგაზე თუ გიფიქრია. მე ხშირად, როდესაც ვმუშაობ ლიდერებთან, გუნდებთან, ადამიანებთან, სულ ვეუბნები დააკვირდი რას ამბობ. მოდი მოვიყვან მაგალითს. რადიკალურად სხვა კომპანია მაგალითად არის ის კომპანია, რომელიც რაღაცა მოვლენას ეძახის პრობლემას. და სულ სხვა კომპანია და სულ სხვა გარემო არის, როდესაც იგივე მოვლენას არ ქმნევენ გამოწვევას. რატო ხდება ეს? რა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი პრობლემას და გამოწვევას შორის? როდესაც ჩვენ თავს ან სხვას ვეუბნებით, რომ მე მაქვს პრობლემა, ჩვენ გვერთვება პრობლემის გადაწყვეტილების უბანი, რომელიც გვამყოფებს სტრესში, იწვევს ჩვენში დაძაბულობას და ეს ყველაფერი კეტავს ჩვენ შემოქმედებითობას. თუ ჩვენ იგივე მოვლენას დავარქმევთ არა პრობლემას, არამედ დავარქმევთ გამოწვევას, დააკვირდი რა მოხდება. გამოცადე ერთი კვირის მანძილზე ყველანაირ პრობლემას დაარქვი გამოწვევა და შეხედე რა მოხდება.